პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა. სხდომაზე განხილული საკითხებია საკუთრების უფლების დარღვევის, არაადამიანური მოპყრობის ფაქტები, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის თემები. 1998 წელს ქონების მართვის სამინისტრომ გამოაცხადა ლისის ტბის შენობა ნაგებობები მხოლოდ და მხოლოდ და გამოიტანა კონკურსზე გასაყიდად, სადაც მივიღე მონაწილეობა როგორც ფიზიკურმა პირმა. შედეგებით გამოუცხადი გამარჯვებულად, შემდგომში კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმები და შედგა ჩვენ შორის, გაფორმდა მიღება ჩაბარების აქტი, შესაბამისი ხელშეკრულება, სადაც აღნიშნული იყო, რომ ქონების იჯარის ახან იჯარა გამოსწრო იჯარაც უნდა მეხადა პლუს გამოსასყიდი თანხა, რომელიც სახელმწიფო თქვათ მიიღო და ეს უნდა მოხდარიყო 5 წლის განმავლობაში, რაც მე პირნათლად შევასრულე სახელმწიფოს წინაშე. 2004 წელს უნდა ეს აგვისტოს თვეში მე უკვე უნდა წარმედგინა ზემოთ აღნიშნული პროექტი, გეგმა და მაკეტი ქალაქის არქიტექტურაში. და ამ საკითხით ვიყავი დაკავებული, ჩემთვის მოულოდნელად დამირეკეს მერიიდან და მთხოვა შეხვედრა ერთ-ერთმა მაღალ ჩინოსანმა, ეს მაშინდელი ვიცე-მერი თუ პრემიერი, ახლა აღარ მახსოვს ზუსტად როგორი თანამდებობა იყო, ბატონი თემურ ქურხული, რომელმაც მითხრა შეხვედრა სჭირდებოდა ლისის ტბის საკითხებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა დავთანხმდი, შევხვდით, ვისაუბრეთ, გაერკვა სიტუაციაში და მე უცბად მოულოდნელად მეუბნება, რომ მისდა სამწუხაროდ დამავალეს ჩემთვის ესეთი ფაქტის გადმოცემა, რომ პირველი, ასე მითხრა, არის დაინტერესებული იმით, რომ ჰოლანდიელი ინვესტორი, რომელიც მე შემხვდებოდა, მასთან უნდა გამეფორმებინა ერთობლივი კომპანია ან საწარმო და რომელიც მოახდენდა შემდგომში ამ ლისის ტბის განვითარებას. მან ირჩია, მოდი ესე ვთქვათ, რომ მის ინტერესში არ შედიოდა, მაგრამ მე თუ ვარს ვიტყოდი, კიდევ ვიძახი, ეს იყო 2004 წელს. ოქროაშვილი თვარსთე მაშინ გენპროკურორი იყო და მასთან მექნებოდა ურთიერთობა. შემდგომ შეხვედრაზე ჰოლანდიელი ინვესტორის მაგივრად, რაც ფაქტია, იყო ის, რომ დამხვდენი ბატონი მამუკა ხაზარაძე და ბატონი ირაკლი კილაური. წინა წლებში ჩვენ მქონდა 2001 იყო თუ 2002 წელი მე და ბატონ მამუკას შეხვედრა, მას ქონდა მცდელობა, რომ ჩემთან თქვათ შემოსულიყო ამ ბიზნესში. მაგრამ მაშინდელი წინადადება, რაც შემომთავაზა, იმდენად მიუღებელი იყო, რომ მე არ დავეთანხმე და ჩვენ ასე დავიშალე და უთხარი კიდევაც, რომ ჩვენი შემდგომი რაიმე ერთმანეთთან კონტაქტი გამორიცხული იყო. ეს რო შევახსენე მამუკას, მითხრა, რომ არაუშავს რამოს, ყველაფერი დაალაგდება, ყველაფერზე მოვწესრიგებთ, აგერ ბატონი ირაკლი, თქვენ შეხვდებით ერთმანეთს და ისაუბრეთ შემდგომი პერსპექტივაზე და განვითარებაზე. მიმართეს მაშინ ოფიციალურად სააქციო საზოგადოების წევრებმა, ასე ვთქვათ, ბატონ პრეზიდენტს წარუდგინეს გეგმა, რა თქმა უნდა, ჩართული იყო მთავრობა, ჩართული იყო მერია და მიიღეს გადაწყვეტილება 2006 წლის ივლისის თვეში გამოვიდა პრეზიდენტის განკარგულება, რომ ამორიცხულიყო მიწები და გადასული იყო სააქციო საზოგადოების ხელში ერთი ნაწილი, ხოლო მეორე ნაწილი, რომელიც მე ეკონომიკის სამინისტროში ისედაც მეკუთვნოდა, თქვათ, პრივატიზების სახით, განკარგულიყო ჩემზე. და ოღონდ ყველაფერზე იყო, რა თქმა უნდა, პირობა ჩადებული. მე ახლა აქვე თამამად შეგიძლია გითხრათ, რომ ის რაც იყო ჩადებული რამაზ ახვლედიანის მიმართ ამ ბრძანებულებაში, მე თითქმის კი არა ყველაფერი შესრულებული მქონდა. იქ იყო ტბა შევსებული იყო, გათევზიანება, მისი ეკოლოგიური მდგომარეობა. ამის დამამტკიცებელი დოკუმენტები მეც მაქვს და შემიძლია წარმოგიდგინო, თუ არა გარემოსდაცვის სამინისტროში ყველაფერი ინახება ეს დოკუმენტაცია. და ვადა მქონდა 2006 წლიდან 2014 წლის ბოლომდე. ეს ყველა პირობა შემესრულებენ. ანუ ჩავთვალეთ, რომ თითქმის სახელმწიფოსგან, უკვე პრეზიდენტის განკარგულებით მიწები გადმოცემული იყო. 2006 წელს ეკონომიკის სამინისტროდან კიდევ ერთხელ მომივიდა დამატებით მოთხოვნა, რომ წარმედგინა მერიიდან თუ რა ღირდა ერთი კვადრატული მიწა, ანუ ნორმატიული ფასი, რომელიც წარუდგინდა, კიდევ ერთხელ მიმართე, ეს იყო დაახლოებით აგვისტოს ბოლო, სექტემბრის დასაწყისი, რომ მე მზად ვიყავი, გავამესყიდე, ეს რა თქმა უნდა მამუკასთან შეთანხმებული იყო ეს ჩემი მიმოწერაც და ყველაფერი
და გაუგზავნე წერილი რომ ემზათავარ გამოვისყიდო ეს 63.5 ჰექტარი მიწა რომელიც 98 წლამდე ფაქტიურად იყო დაკავებული ამ ლისისთვის ტურისტულ გამაჯანსაღებელი კომპლექსი ესე ერქვა. უпростоრად სექტემბერში ფინანსური პოლიციიდან დამერიგეს როგორც მე აღმოვაჩინე და ტელეფონზე არც რო უპასუხებით ხარ რომ ვარ ფინანსური პოლიციის წარმომადგენელი და ჩემთან უნდა გასაუბრება ლისის საკითხებთან დაკავშირებით. პირველად ჩავთვალე რომ ვიღაც ალბათ მეგობარი რომელმაც ხმა შეიცვალა და რაღაც ახან მიბარებს რაღაც ესეთი მოულოდნელობა იყო, მაგრამ მეორედ მითხარ მკაცრად რომ იცი რა არაფერი არ გვეხურები მობზანდებით საათ დამინიშნეს, დრო დამინიშნეს. განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელი უფრო სამართლოს უფროს თუ არ ვწდები იყო ხიზანიშვილი. მან მითხრა რომ უნდა მეფიქრა ჩემ ბიზნესის დათმობაზე სახელმწიფო სასარგებლოდ. რაზედაც მე ვარ ევთხარი. ყველაფერი მე წესრიგში მაქვს და თანაც ასე მოთხოვნა მე ვთხარი რომ მეუნები დაბა დოკუმენტები წარმომიდგენთ ოფიციალურად, წერილი მაინც გამომიგზავნეთ. მეთქე რომ ეს დაბარება ჩავთვალო ოფიციალურად. მითხრა ეს საკითხები არავის არ აინტერესებდა, რომ ჩემზე იყო რაღაც სისხლის სამართლის საქმე აღძრული და კარგად დავფიქრებული იყავი და ამის შემდგომ დაიწყო ის კოშმარი, რასაც ქვია, კოშმარი, რომელიც ნახევარმა საქართველომ ზოგმა ჩემზე მეტი გადაიტანა, ზოგმა ჩემზე ნაკლები, მაგრამ დაახლოებით ერთ დღეში ვიყავი, კიდევ ამობი სისტემური დანაშაული, რასაც ქვია. იმიტომ რომ თქვა, როცა მელაპარაკებოდა ხიზანიშვილი, თქვა, გავიდოდა კაბინეტიდან, შემოვიდოდა რამდენიმე გაურკვეველი პიროვნება და იწყებოდა ხან კუჭური, ასე თქვა, დამუშავება ჩემი, ხან შვილებზე მესაუბრებოდნენ, ხან ოჯახზე, ხან ჩემს პირად ცხოვრებაზე, რომ თავს იღუპავ. ხლა არ ვიცი ამაზე შეიძლება ბევრი ვილაპარაკო, მაგრამ ბევრი ვერაფერი სასიამოვნო არც მოსასმენია და მით უმეტეს ჩემს არც გასახსენებელი. უბრალოდ როცა ყვები ეს რაღაცა თითქოს წამებში და ეს ჩემი წამება კიდე გრძელდებოდა დაახლოებით ხო გეუბნებთ 2-3 თვე. გივი ჩვენ ვართ, გივი წარმატებით დასრულდა, ვინაიდან ჩვენ მას ჩავაბარეთ შეტყობინება. ვურჩევ ბატონო გივი მობრძანდით ვინაიდან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება და ეს იქნება გარდაუვალი. ამიტომაც მობრძანდით და გაეცით კითხვებს პასუხი, რომლებიც ეხება აგვისტოს ომს და იმ 8 წლიან პერიოდს, როდესაც თქვენ მართავდით უშიშროების კომიტეტს პარლამენტში. როდესაც თქვენ გვემუქრებოდით საქართველოს შვილებს, რომ სულს ამოგხვდიდით. ზოგს მართლაც სამწუხაროდ დაუდგა შავნელი დღეები და სული ამოხადა. ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ ციხეში თუ ციხის მიღმა ქუჩაში დახვრიტეს ხალხი, აწამეს არაერთი ადამიანი და მოხდა ისე რომ ჩვენ ვინც აქ ვართ და არა მხოლოდ ჩვენ ვართ ცოცხლები და ვსვამთ კითხვებს და ვითხოვთ ამ კითხვებზე პასუხს. ამიტომ ბატონო გივი ბუჩქებში დაიმალებით, გამობრძანდით, მობრძანდით, დაბრძანდით და აბსოლუტურად ცივილურ პირობებში გაეცით ჩვენს კითხვებს პასუხი.